გამარჯობა, ქალბატონ თავდაცვის მინისტრო, მადლობა რომ გვეწვიეთ არტარიაზე. თუ იცით ეს რა არხია საერთოდ და თვალით მაინც თუ შეგიხედავთ ჩვენთვის. სამწუხაროდ არა, მაგრამ იმის შემდეგ რაც თქვენები დამიკავშირდნენ, იმის მე უკვე დავინტერესდი, არ ვიცოდი ამ არხის არსებობის შესახებ, ჩემ და სამარცხვინოთ. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქალბატონ თინა, კარგია მინისტრობა? უფრო საპასუხისმგებლოა. ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი განსხვავება ყველაფერ იმასთან, რაც აქამდე მიკეთებია. გაცილებით უფრო მეტი რამ არის შენზე ხა დამოკიდებული, ვიდრე ვთქვათ, როდესაც ხარ დეპუტატი ან ყველაფერთან ერთჩენი რაც აქამდე მიკეთებია. ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვაკეთო ეს საქმე. იმედი მაქვს ჩემ ხელს და კვალს დავატყობ ამ სამინისტროს. როდესაც პოლიტიკურ კარიერას ებმები ადამიანი ალბათ ყველაფერს წარმოიდგენ ხოლმე, რომ შესაძლოა დაიკავო ბევრი სხვადასხვა პოზიცია, მაგრამ აი თავდაცვის მინისტრობა თქვენთვის თუ იყო ეს მიზნებში საერთოდ თუ შედიოდა პერსპექტივაში? როდესაც პოლიტიკურ კარიერას ვიწყებდი, იურისტი ვიწყებდი და შესაბამისად ვთქვათ, ჩემი ფიქრები და აზრები უფრო ვიწრო სპეციალობით იურისტები რომ არიან ხოლმე, ალბათ იმ ზღვარზე დადიოდა და იმ არეალში მოძრაობდა. თუმცა ამავდროულად, როდესაც პოლიტიკურ კარიერას იწყებ და იმ მასშტაბის და ტიპის პრეტენზიები გაქვს, როგორიც რესპუბლიკელებს გქონია ამ პარტიის არსებობის მანძილზე, ძალიან ბევრი მომენტი იყო, როდესაც სწორედ სახელმწიფო კოალიციებში ვიყავით ჩვენ და ხელისუფლების ალტერნატივად მოვდიოდით. ასე დროს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ფიქრობ და ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ესა სპეციფიურად შეიძლება არც ერთ სამინისტროზე, არც ერთ კონკრეტულ უწყებაზე არ ფიქრობ, მაგრამ იმაზე ნამდვილად ფიქრობ, რომ იმ მასშტაბის პასუხისმგებლობას იღებ, სადაც კომფორტი იმისი, რომ აირჩიო, რაღაც იფიქრო, რომ იცი, იქ უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს, ამ უწყებაში უფრო კარგია, უფრო მშვიდია, უფრო ადვილია, ამის კომფორტი არ აქვს. პიროვნულად მე თვითონ არ ვიცი ხო მიცნობს და თქვენ დიდი ხანია მიცნობთ, არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვინც ეძებს ესე დადის და ეძებს ადვილ ამბებს და საკუთარი თავისთვის კომფორტული სივრცის შექმნას პირიქით, რაც უფრო დიდია გამოწვევა, უფრო მეტად მოტივირებული ვარ ყოველთვის და უფრო მეტი აზრი ეძლევა ჩემს ცხოვრებას და ყველაფერი მას რაც ვაკეთებ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თავდაცვის სამინისტრო შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა დღევანდელ საქართველოში, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რომელზეც თუ ჩაგაბარებენ პასუხისმგებლობას, ნამდვილად გჭირდება სრული მობილიზაცია, სრული კონცენტრაცია. თუ კი რამე უნარი, ნიჭი, გამოცდილება გაქვს, ამ ყველაფრის ერთ მაგიდასთან თავმოყრა და მუშაობა. ქალბატონ თინა, იურისტობა ახსენეთ თქვენ, თინა ხიდაშელი, კარგი იურისტი. კარგი მოდებატე, აქტიური მოქალაქე, საკმარისია ეს თვისებები, რითაც თქვენ ახლა უკვე ხართ პოლიტიკაში წარმოდგენილი, იმისთვის რომ თავდაცვის სფერო მართოთ. რა გაკლიათ? ბოლო ხანებში თქვენი, ვთქვათ, დგომა, ჯარისწინ ბევრმა კრიტიკულად შეაფასა, რაღაცები არ იცით, აი რის სწავლა გჭირდება. ხო, ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან სასაცილო იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემი დგომა ჯარისწინ, ეს იყო რეპეტიცია, სადაც იცით რეპეტიციაზე როგორც ხდება. ამიტომ მე ამ ყველაფერში კიდევ უფრო მეტი პოზიტივი დავინახე, ჩემი ცხოვრების თავარი პრინციპებიდან გამომდინარე. თუმცა ალბათ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ხარ, ეს კომფორტი ნამდვილად აღარ გაქვს. მე არც კი მინახავს ის ფოტოები, რომელიც დაიდო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. იმიტომ რაღაცა ეს არ არის თემა, რომელიც მაინტერესებს და რომელსაც გავაკონტროლებ, რომ ფოტოზე კარგად უნდა გამოვიყურებოდე, ან ზუსტად ისე უნდა გამოვიყურებოდე, როგორც სადღაცას გაიდბუქებში წერია. ხო, ეს ალბათ ეს თვისება მაგლია, თუმცა ჩემი ამოცანა ძალიან მარტივი იყო რეპეტიცია, დილით გავიგე და ჩავჯექი მანქანაში და წავედი. მინდოდა რომ ჩემი თვალით მენახა ის, რასაც მეორე დღეს მთელი მსოფლიო ნახავდა და იქ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნებია, რომელიც დავიწყეთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ერთ-ერთი არა, ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე ქვეყანაში ყოფილა და ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი მასშტაბით და თავისი ფუნქციით და ამიტომ გაქვს სურვილი რომ რადგან თან პირველი ღონისძიება თან ასეთი მასშტაბური და ასეთი მნიშვნელობის უფრო
დადასტურებულად და დარწმუნებულად იცოდე რომ ყველაფერი წესრიგში. მოკლედ განსაკუთრებული ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა იქ მე ხა ქურთუკი მოხუბრებული ვიქნებოდი თუ ჩაცმული მარტივი დასანახია იქ რომ 20 ზომით უფრო დიდი ქურთუკი მაქვს რაც იმას ნიშნავს რომ ის ჩემი არ იყო და იქ იმ კონკრეტული გარემოს გამო სიცივის იკერავენ ტანსაცმელს ისე არა არ მიკერავენ ტანსაცმელს მე არ ვაპირებ სამხედრო ფორმით სიარულს ამაზე მე ეს მე ვთქვი თავდაცვის მინისტრი მთავარი შეცდომა რომელიც არავისი შეცდომა არ არის ეს იმ რეალობის ბრალია რომელშიც ჩვენ ვიყავით და სწორედ ეს რეალობა უნდა შევცვალო ესეც არის ერთ-ერთი ჩემი ამოცანა და ფუნქცია თავდაცვის მინისტრი ის არ არის ჯარისკაცი და ეს არ არის სამხედრო წოდების მქონე ადამიანი არ უნდა იყოს არამხოლოდ ის რომ არ არის დღეს არამედ არასდროს აღარ უნდა იყოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი ამიტომ ის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაც მე მოვისმინე, რასაც ნაკლად მithვლიან, ეს ჩემი პლუსია. ის რომ არ მაქვს ჯარის გამოცდილება და შესაბამისად არ მახასიათებს და არ მაქვს ის მომენტები, რის გამოც თუ კი პრობლემებზე ვისაუბრებთ ჯარში, სწორედ ამ მომენტებით არის ეს პრობლემები შექმნილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ თავარი სიძლიერე, რომელიც მე მაქვს წმინდა, სუფთა, თავიდან ბოლომდე სამოქალაქო წარსულის მქონე ადამიანი, ასევე სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც მოვიდა თავდაცვის სამინისტროში, ზუსტად იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროსგან გააკეთოს სამოქალაქო უწყება, რომელიც უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე, რომელიც ზრუნავს ქართული ჯარის სიმტკიცეზე, მაგრამ თვითონ არ არის ჯარისკაცი. და ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ იმ ყველაფერში, რაც მოხდა ამ ერთი კვირის წინ საქართველოში. ჩვენი მინისტრები, ჩვენ ყველანაირი მინისტრები ყოლია, სამხედროებიც და სამოქალაქოებიც, მაგრამ სამოქალაქო მინისტრებიც მუდმივად გამოირჩეოდნენ იმით, რომ ყაზარმებში ჩადიოდნენ, ჯართან ერთად დარბოდნენ, მათთან ერთად ვარჯიშობდნენ და საკუთარ თავს აქაც წარმოაჩენდნენ, რომ აი თან ჯარისკაცებიც იყვნენ. ეს არ არის სწორი და ეს სტერეოტიპი უნდა დავანგრიოთ და უნდა თუ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ნატოსთან თავსებადი სისტემა მათ შორის თავდაცვის სამინისტროც და თუ ამბობთ რომ იქით მივდივართ ნატოში მივდივართ მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ეს ელემენტარული რაღაცები უნდა ვისწავლოთ და შევეგუოთ ამას კაუტონთინა ვიცი რომ ეცნობით სამინისტროში რა დაგხვდათ ინფორმაციას ეს პროცესი მიდის მაინტერესებს მინდია ჯანელიძე მოასწრო რამის გაკეთება ან გაფუჭება მინდია ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება მე ჯერჯერობით ყველა თანამშრომელთან არ მისაუბრია ბუნებრივია ეს ფიზიკურად შეუძლებელია მიუხედავად იმისა რომ თითქმის 18 საათს ვატარებ ყოველ დღე სამინისტროში რა თქმა უნდა მე ვერ ვთხოვ ყველას რომ ამის 12 საათამდე და პირველ საათამდე იქ იყოს და დაელოდოს როდის მოუწევს მათი რიგი რომ გავესაუბრო ამიტომ ყველაფერი არ შემიძლია ვთქვა ჯერჯერობით ასევე არის ნაწილი საკითხებისა რომელსაც ისედაც არ შემიძლია ვთქვა გამომდინარე უწყების სპეციფიურობიდან, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დაიწყო მინდია ჯანელიძემ და რომელიც ძალიან საწყის ეტაპზე იყო და უკვე მე გავაგრძელებ, ეს იყო ერთი თავდაცვის სამინისტროს ანუ სამოქალაქო ნაწილის სტრუქტურული რეფორმა და მეორე ეს არის სტანდარტიზაცია, რაც სამწუხაროდ ქართულ ჯარში ჯერჯერობით კიდევ არ არის, ისევე როგორც ბევრ სხვა უწყებაში თქვენ ამას ნახავთ, სოფლის მეურნეობაშიც ამას ნახავთ იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ არსებულ პროექტებთან მიმართებაში, როცა მთელი 25 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ამ თვალსაზრისით ბევრი და დიდი არაფერი გაკეთებულა, ჩვენ ან ისევ საბჭოთა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, ან ფრაგმენტულად, იქ სადაც ვთქვათ, დასავლური პროექტი კარგად ფეხმოკიდებული იყო, ან ამერიკული, ან ფრანგული, ან ინგლისური და ასე შემდეგ. პროექტები თუ იყო სამინისტროში, მაშინ რაღაცნაირად იმ სტანდარტებზე არის ნაწილობრივად იმ პატარა სეგმენტში გადაწყობილი და ეს საბოლოო ჯამში ბუნებრივია იწევს რამოდენიმე პრობლემას და ყველაზე დიდი მათ შორის ის არის, რომ ასე აწყობილი უწყება ვერ ხდება ეკონომიურად ეფექტური. აი კაუტონთინა ჯანელიძე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მე რა თქმა უნდა გავაკეთე. რაც შეეხება ალასანიას. აი რა იცით იმ ისტორიის შესახებ, რასაც ყვება ბატონი ირაკლი თავდაცვის სისტემების შესახებ. და რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით განაგრძობთ ფრანგულ კონტრაქტზე? დიახ, ფრანგულ კონტრაქტზე მუშაობას და რა მომენტშია, რა ეტაპზეა ეს კონტრაქტი? მე პირველი დღიდან რა თქმა უნდა ხო გითხრათ რომ ამ საკითხით არ დავინტერესებული ვარ, მეთქი არც თქვენ დამიჯერებთ და არც მე გაკადრებთ ამას. ერთ-ერთი პირველი საკითხი რაზეც ვისაუბრე როგორც თავად ბატონ მინდიასთან, როდესაც პირველად ჩავხვდით
ასევე მის ყოფილ მოადგილეებთან, თავად შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან იყო რა თქმა უნდა ეს კონტრაქტი. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად და 100%-იანი დასტურით, რომ მე ამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ. და ეს დიდი ხნის მერი არ იქნება. რაც შეეხება თვითონ ალასანიას გუნდთან ურთიერთობას, ახლა თქვენ ძალიან ხაზგასმით ამბობთ ხოლმე, რომ ისინი თქვენი მეგობრები არიან. აი რაიმე ტიპის უხერხულობა ხომ არ შეგექმნათ პოზიციაზე მოსვლით? ხომ არ ამჩნევთ აი მხარო ბზარს კომუნიკაციაში მათთან? არა, ნამდვილად ასეთი არაფერი არ ყოფილა. პირიქით მე ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვისაც შევხვდი და ვესაუბრე, იმის შემდეგ რაც საჯარო გახდა, რომ მე თავდაცვის მინისტრი ხდებოდი, იყო მიშა დარჩიაშვილი, ირაკლის პირველი მოადგილე, იმიტომ რომ ჯერა რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პროფესიონალია და მე პრაქტიკულად მუდმივ კომუნიკაციაში ვარ უკვე თუ პოლიტიკურად და პარტიულად ვისაუბრებ თქვა ალასანიას გუნდის წევრებზე იმ ადამიანებთან ვისთანაც მანამდეც მქონდა მუდმივი ურთიერთობა და კომუნიკაცია და არაფერი არ ხდება დღევანდელ საქართველოში ისეთი რაც ჩვენს ურთიერთობას ნაწინააღობას შეუქმნის ან პრობლემას გააჩენს მე პოლიტიკის გამო ბევრი მეგობარი დამიკარგავს, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზნეობასთან ჩემი გაგებით და ჩემი გადასახედიდან ზნეობასთან არათავსებადი ხდებოდა მათი საქციელი და მათი საქმიანობა. ალასანიას გუნდი დაკარგული მეგობრებიდან არ არის. ეს ნამდვილად ვერ გამოდგება ამ შემთხვევაში ვერანაირ კრიტერიუმად. მე ერთ-ერთ ინტერვიუშიც ვთქვი, რომ მე ვიცნობ ამ ხალხს იმდენი წელია და ისე კარგად ვიცი მათი ვიცნობ მათ როგორც ადამიანებს, რომ შეუძლებელია ჩვენ შორის რამე მოხდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ის ჯეროდეს. დაახლოებით თითქოს არსებობს ჰიპოთეტური პასუხი, ვიცი დაახლოებით რას მიპასუხებთ, მაგრამ მაინც მინდა გითხოთ, თქვენ ახლა ამ პოზიციაზე ხართ ღარიბაშვილის რჩეული თუ მაინც ბიძინა ივანიშვილის რჩეული? ამაზე მე მგონი, მე ვფიქრობ, ყველაზე ამოწურავი პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ნდობის გამოცხადების დღეს, როდესაც მან პირდაპირ ეთერში პირდაპირ თქვა, რაც როგორც იყო როდესაც საკითხი დადგა ანუ მათემატიკის გამო დავდექით იმ ვითარებაში რომ მთავრობა ნდობაზე უნდა მოსულიყო პარლამენტში ანუ 7-მდე შეივსო გადამდგარი მინისტრების რაოდენობა თემები რომელზეც ჩვენ უკვე კარგა ხანია ვსაუბრობდით და ეს არავისთვის საიდუმლო არ იყო და ჟურნალისტებმა ყველაზე უკეთ იცით თქვენ ჯერ კიდევ ეთერში იყავით როდესაც ამ თემებზე საუბარი დაიწყეს რესპუბლიკელებმა უბრალოდ ჩვენ აღმოჩნდით ვითარებაში, როცა ეს ყველაფერი ამ ყველაფრის ფორსირება უნდა მომხდარიყო. ანუ ჩვენ გვქონდა შეთანხმება, პოლიტიკური შეთანხმება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის კოალიციურობა კიდევ უფრო ხელშესახებით თვალნათელი უნდა გამხდარიყო. ეს რა რიცხვში და რა საათში მოხდებოდა, ამაზე ბუნებრივი არ გვისაუბრია და ვინაიდან მინისტრების ასეთმა გადადგომამ გამოიწვია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენება, ბუნებრივია ყველას ერთი და იგივე აზრი გაუჩნდა, რომ ეს იყო მომენტი, როცა პირველი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო სწორედ აი ამ კოალიციის სიმტკიცის დასტურის დასადასტურებლად და საჩვენებლად. შესაბამისად, გიგლაც და მეც და ამ შემთხვევაში ეს ორივე აბსოლუტურად ერთი და იგივე შემთხვევა არის. ვართ კოალიციის რჩეული. ირაკლი ღარიბაშვილი კოალიციის ლიდერია და ეს მოხდა ურთიერთთანხმობით. ივანიშვილის როლი შეგიძლიათ რაიმე თი დაგვიდასტუროთ ანუ არ ყოფნა პროცესში არავითარი ზოგადად მოგილოცავთ მე ეს არასდროს დამიმალავს და არც ეხლა არ ვაპირებ და არც არაფერი ამაში დასამალი არ არის რომ მე ბატონ ბიძინასთან ურთიერთობა სულ მაქვს იმ პირველი დღიდან როდესაც პირველად გავიცანის ეს ურთიერთობა ჩვენ არასოდეს არ შეგვიწყვეტია რა თქმა უნდა მომილოცა ცოტა დამაბნია იმიტომ რომ დავერეკა ხალბატონო ნატო მოგესალმებითო და ვიფიქრე ნომერი შეეშალა თქო და თინა ვარ თქო და ვიცი ხალბატონო ნატო გილოცავთ კი რა თქმა უნდა მომილოცა ახლა თქვენ ახსენეთ რესპუბლიკელების ორი კანდიდატი, ერთი თქვენ ერთი აგულაშვილი. მაინც მინდა ვიკითხო, თითქოს კი ბატონო არაფერია ლოგიკური რესპუბლიკური პარტია, ერთ-ერთი ლიდერი პარტიაა კოალიციაში, მაგრამ მაინც ჩდება კითხვა, კარგად ისარგებლა პოლიტიკურად, პრაგმატულად პარტიამ კოალიციაში შიგნით პოზიციების გასაუმჯობესებლად? კიდევ ერთხელ ამბობ, ეს გამოჩნდა ამ დანიშნულებით. მაგრამ ის რომ ჩვენ კოალიციური ურთიერთობების გამტკიცებაზე ვსაუბრობდით, ეს შარშანდელი ოქტომბრიდან უკვე ფაქტია. და ის ცნობილი განცხადება, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, გრძელი და მრავალპუნქტიანი, სწორედ ამის შესახებ იყო. რაიმე ულტიმატუმი ჰქონდა რესპუბლიკელებს? დაწყებული იყო ბატონო? აი, ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა რაიმე? არავითარი ულტიმატუმის არ შეგვიძლია ვისაუბრო.
აი წავალთ თუ არ მივიღებთ რაიმე ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შარშან ოქტომბერში. მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებთ დღეს. ეს არაფერი აღარ მომხდარა ხო ისეთი, რაც ამისკენ გვიბიძგებდა. ჩვენი მხრიდან პრობლემა უკვე იმის შემდეგ, რაც ჩვენ შიდა კოალიციური საუბრები ჩავთვალეთ, რომ ამოვწურეთ, ჩვენ ეს პრობლემა გამოვიტანეთ საჯაროდ. არ დაგვიმალავს, კულისებში არაფერი გადაგვიწყვეტია, არასად არავისთან არ გვიჭორავია, ჩვენ გამოვედით და საჯაროდ თქვით, რა პრობლემების წინაშე იდგა კოალიცია, ერთი და მეორე როგორ ხედავდით ამ პრობლემების მოგვარებას. გაგახსენებთ, ჩვენ ორი ალტერნატივა შევთავაზეთ მაშინ საქართველოს და შესაბამისად ქვეყნის ხელისუფლებას და კოალიციას. ეს იყო ან ტექნიკური კოალიციის რეჟიმზე გადასვლა, როდესაც ყველას ჰქონდა სრული თავისუფლება და კოალიციას ვინ არჩევნებდით ყველა ერთად იმისთვის, რომ ვთქვათ, ბიუჯეტის დამტკიცებას, თავრობის დამტკიცებას პრობლემა არ ქონოდა და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არ შესულიყო, გამომდინარე ყველა იმ ისედაც არსებული პრობლემიდან, რომელიც გვაქვს. და მეორე შევთავაზეთ ევროპული კოალიცია. რა თქმა უნდა, ევროპული კოალიცია ცხადია ხო, რასაც გულისხმობს, ეს გულისხმობს კოალიციურ შეთანხმებას, როდესაც პარტნიორები თანხმდებიან და ამ თანხმობის ნაწილი არის ასევე მთავრობაც. ეს იყო ბიზნა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ასე გაკეთდა პირველი მთავრობა, საერთოდ ასე მოვიგეთ ჩვენ არჩევნები, ეს კოალიციური შეთანხმება არსებობდა. შემდეგ დროთა განმავლობაში რაღაცნაირად გაიწოვა ეს ამბავი და თანდათანობით კოალიცია პარლამენტის იქით მაინც და მაინც ხილული აღარ იყო. რამაც შესაბამისად ბუნებრივია კომუნიკაციის პრობლემები გააჩინა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გასული წლის ოქტომბერში ძალიან ღიად და ნათლად და აბსოლუტურად ყოველგვარი ბრჭყალების გახსნით ვისაუბრებთ საჯაროთაც მათ შორის ამ პრობლემებზე და ამის შემდეგ უკვე კოალიციის შიგნით ბევრი დისკუსია იყო. პროცესი სამწუხაროდ გაფუჭდა თავისუფალი დემოკრატების წასვლის გამო. ვფიქრობ, რომ მათ იჩქარეს მაშინ. ამან შეაყოვნა მეტნაკლებად პროცესი, მაგრამ როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ უკვე მთავრობის ნდობის საკითხი დადგა, იქ საერთოდ ეს თემა, რომ ვინმეს ულტიმატუმი წაუყენა, ეს თემა ეს არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ნალაპარაკები იყო. ხომ ამას ვარკვევ უფრო ეხლა. თქვენ წასვლის საკითხი ამ ეტაპზე რესპუბლიკელები ჩვენ წასვლის საკითხი არასოდეს არც ერთ ეტაპზე არ მდგარა, ჩვენ ამას ვამბობდით პარლამენტის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, ეს ბევრჯერ ითქვა, რომ რესპუბლიკელები იქნებიან ბოლო, ვინც დატოვებს ამ კოალიციას, იმიტომ რომ ჩვენ იმ ტიპის პასუხისმგებლობა ავიღეთ ქართული ხალხის წინაშე, რომ ეხლა იმ კომფორტის შესაძლებლობა თუ ბედნიერება აღარ გვაქვს, რომ გავდგეთ განზე და გარწმუნებთ ძალიან კვალიფიციური ოპონენტები გავხდებოდით, ადვილი იქნებოდა ეს ჩვენთვის, ადვილი, მაგრამ უპასუხისმგებლო. ამაზე ბევრჯერ გვითქვამს, ჩვენ ეს შეცდომა ერთხელ დავუშვით 2003 წელს, როდესაც 2004 წელს უფრო სწორედ გაზაფხულზე, როდესაც ძალიან ადრეულ ეტაპზე მივატოვეთ ნაციონალური მოძრაობის კოალიცია მაშინდელი და ბევრი უბედურება, რომელიც მოხდა მერე ჩვენ დაგვბრალდა, ანუ იყო მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენ რომ იქ ყოფილიყავით, ასეთი ვითარება არ იქნებოდა, ამ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვით. გაბატონთინა, როდესაც პარტიულად თუ პერსონალურად აღწევთ წარმატებას, ხო, ბუნებრივია, შემდეგი ნაბიჯი იგულისხმება, რომ უფრო უნდა წინ გადაიდგას. თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან უფრო ძალიან ახლოს არის პრემიერის პოზიცია. გიფიქრიათ ამაზე, შეიძლება რესპუბლიკურ პარტიას ან პერსონალურად თქვენ გაგიჩნდეთ ამ პოზიციის მოპოვების თუ დამსახურების ამბიცია? მე გითხარით წაღანაც, რომ კოალიციაში ყველაფერზეა საუბარი, არ არის საუბარი პოსტებზე, ისე როგორც არ იყო მანამდე. ამიტომ თქვა თინა თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, ესე კონკრეტულად და ცალსახად არასდროს არ ყოფილა ნათქვამი. მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, პრემიერმა აგერ გუშინ მიიღო ნდობა პარლამენტისგან. ამიტომ შესაბამისად ჩვენ ესე არ თამაშობთ, ჩვენ ესე არ ვიქცევით, რესპუბლიკელებს არ გვახასიათებს ამ ტიპის მოქმედებები. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე და აქ უნდა დავამტკიცოთ რესპუბლიკელებმა, ისევე როგორც მეორე სამინისტროში, გიგლას შემთხვევაში, რა შეგვიძლია ამ ტიპის და ამ მასშტაბის პოლიტიკური თანამდებობა რესპუბლიკელებს პარლამენტის თავმჯდომარეს თუ არ ჩავთვლით აქამდე არ ქონიათ. ამიტომ ეს ასპარეზი ახლა ყველაზე უფრო მეტად ჩვენი დასამტკიცებელია. ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა, როდესაც უნდა ვაჩვენოთ, რეალურად რისი შემძლე ვართ ჩვენ ცალკე აღებულიც
გუნდურად როგორც პარტია და კიდევ უფრო დიდ გუნდში როგორც კოალიციური პარტნიორები. საერთოდ, როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია, ეხლა ვინმემ რო გითხრათ, რომ ამ პარტიას აქ ინდივიდუალურად თინაზე ან გიგლაზე არ არის ლაპარაკი, ბუნებრივია, პარტიას არ უფიქრია, რომ ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ან იგივე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ან პრეზიდენტობის კანდიდატი, ну, ღრმად არასერიოზულია, მაშინ რატო ხარ პოლიტიკური პარტია, ხო, გაუგებარია. მაგრამ, როდესაც ხარ კოალიციაში, ყველაზე მთავარი არის იმ თამაშის წესებით ითამაშო, რომელზეც წინასწარ შეთანხმებული ხართ და პატიოსნად აკეთო შენი საქმე და შენი წილი პასუხისმგებლობა იტვირთო. ჩვენ ძალიან პატიოსანი მოთამაშეები ვართ როგორც წესი, ამიტომ არაფერ მსგავსი რა თქმა უნდა ამ წუთას ლაპარაკი არ არის. ქავტონ თინა ღარიბაშვილი ძლიერი პრემიერია. ღარიბაშვილი ზუსტად ისეთივე პრემიერია, ისეთივე სიძლიერის თუ სისუსტის პრემიერია, როგორიც არის დანარჩენი მთავრობა, როგორიც არის დანარჩენი კოალიცია და მე უფრო მეც გეტყვით, როგორიც არის საზოგადოება. ისევე როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს და ისევე როგორც იყო ყველა იმის წინა, ან იქნება შემდეგი ხელისუფლების დროს. მაშინ ჩვენ ვერ ვახერხებდით მოსახლეობასთან კომუნიკაციას როგორც ჩანს, ისე ეფექტურად, რომ არჩევანი ყოფილიყო სხვა და ამიტომ მოსახლეობის არჩევანი იყო ის ხელისუფლება, რომელიც ყავდა და ზუსტად ესევე არის დღეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ, როგორ გითხრათ, მაქსიმალურად აბსოლუტურადაც კი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატური იმ რეალობის, რომელშიც ვართ. და ამის შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ. ამიტომ ერთი ადამიანი რამდენად ძლიერი არის, ეს არ არის მთავარი ამოცანა. განახლებული შემადგენლობით მთავრობამ უნდა აჩვენოს ძლიერია თუ არა საქართველოს სახელმწიფო გუნდი. და ეს გუნდი ერთობლიობაში უნდა დავინახოთ, ძლიერია თუ სუსტი. მის ნებისმიერი კომპონენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს იყოს ძლიერი, თუ ეს გუნდი იქნება შეკრული. მე როგორც თავდაცვის მინისტრი, სულ რო გავგიჟდო ეხლა რაც არ უნდა ვაკეთო, ვერაფერს ვერ შევძლებ, აბსოლუტურად. ვერცერთ რეფორმას ვერ გავატარებ თავდაცვის სამინისტროში, რაზეც თქვა ამ წუთას ვფიქრობ და ძალიან მინდა, მაგალითად ჩემი ოცნება არის, იყო ყოველთვის ეს თემა, სადაც მნიშვნელობა არ აქვს თავდაცვაში ხარ თუ რომ სადახარ რა სამინისტროში ხარ, განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პასუხი ჩვენი ქვეყნის გამოწვევებისთვის. ჩვენ სხვა ვერაფრით ვერ ვაჯობებთ ვერავის 21 საუკუნეში თუ არა განათლებული საზოგადოებით, მაღალი რანგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით, რომლებიც შექმნიან საქართველოს მომავალს. იგივეა თქვათ ჯარში, ხო? განათლებული, მომზადებული, მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის მქონე ელიტარული არმია არის ჩვენი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს. ეხლა მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ამაზე და რამდენიც არ უნდა ვიძახო განათლება ჯარში, ან უფრო ღირსეული პირობები ჯარისკაცისთვის, რაც ნიშნავს უკეთეს კვებას, უკეთეს აღჭურვილობას და ასე შემდეგ, ხო? თუ დანარჩენი გუნდი ჩემს გვერდში არ დგას, ფინანსთა სამინისტრო თუ არ არის მზად იმისთვის, რომ ამ გამოწვევას ადეკვატურად ფინანსური უზრუნველყოფა გაუკეთოს, თუ პრემიერი არ დგას ჩემს გვერდით, რომელიც შესაბამისად ბოლო გადაწყვეტის გამიღებია, ხო და პარლამენტი თუ არ არის, რომელიც ასეთი ტიპის ბიუჯეტს დაამტკიცებს, მე და თქვენ მიჯდებით ასე, მე მოგიყვებით როგორი მნიშვნელოვანია თავდაცვის აკადემიის გაძლიერება, ახალი სკოლების შექმნა. მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვა. ამიტომ ყოველი ჩვენგანი სიძლიერე მე ერთ-ერთ ინტერვიუში სულ თავიდან, აი როდესაც პირველად გაჩნდა ამბები, რომ რესპუბლიკელები რაღაც თავისას აკეთებენ თავის თავზე მუშაობენ საკუთარი რეიტინგისთვის იბრძვიან მხოლოდ და ვთქვათ კოალიცია არ აინტერესებთ. მაშინ ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებაა, როცა ამ ტიპის კოალიციაში ხარ, არ არსებობს ინდივიდუალური წარმატება აქ. ეს გამორიცხულია. ინდივიდუალურად წარმატებული ვერ იქნება ვერც ერთი მინისტრი და ვერც ერთი დეპუტატი. ჩვენ ან ერთად მოვიგებთ ამ გამოწვევებში, ან ერთად დავმარცხდებით და გავგვისტუმრებს ხალხი სახლში. შეუძლებელია, აქ სხვა ვერსია არ არსებობს. ინტეგრაციის ხარისხი ისეთია კოალიციაში, რომ სხვაგვარად ეს არ გამოვა. ერთადერთი შანსია, მაშინ უნდა წახვიდე. და როცა ამას არ გეგმავ, შესაბამისად ყოველი კომპონენტის წარმატებაზე ხარ ორიენტირებული, აწყობილი და მოტივირებული. რაც შეეხება კომუნიკაციას პრეზიდენტთან, თქვენ მიხვალთ ხოლმე პარლამენტში, როდესაც მას ექნება გამოსვლები, ხანდახან ეს პრობლემა იყო. მე ეს ვთქვი უკვე ერთხელ და ეხლაც გავიმეორებ, რომ დიახ, თუ ვარ საქართველოში, რამე თუ ისეთი არ ხდება, არ ვიცი, ხა ნატოს მინისტერიალს თუ დაემთხვა, სამწუხაროდ ალბათ წავალ ბრიუსელში, მაგრამ დანარჩენ ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ვიქნები პარლამენტში. შეხვდით მას, აიცით რატომ მკითხულობ ამას ხაზგასმით, რაღაც დამჭამ მეშტაბეჭდილება, როგორც მაყურებელს, რომ ის არ ელოდა თქვენგან
ზოგადად რესპუბლიკელებისგანაც და თქვენგანაც თითქოს ამ პოზიციის მიღებას. თითქოს რაღაცა სხვა მოლოდინი ჰქონდა და გახსენათ კიდეც, რომ ხიდაშელის გამო თითქოს ერთ-ერთი იყავით, რის გამოც ეს პერიოდი აიღო შეტანის. მინისტრების ხშირცვლილებას არ ვეთანხმებია და ეს თავის დროზე თქვა, როდესაც ალასანია შეიცვალა. მე არ მომისმენია ჩემი გვარი ახსენა თუ არა, ამიტომ ამაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემი ინფორმაციით ეს არ ვთქვამს, მე არც ის არ ვიცი. მას ჩემთან რამე პრობლემა აქვს თუ არა აქვს პიროვნულად, გამიკვირდება, მაგრამ არ ვიცი, იმდენი წელია ვიცნობ, რომ და არასოდეს ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ კომუნიკაციის თემა არ გქონია არც ერთი დღე, მიუხედავად იმისა, ვინსად ვიყავით, თქვათ, გნებავთ პოლიტიკურად და გნებავთ იმ სოციალურ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობდით, ამიტომ გამიკვირდება, არ ვიცი, მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ მზად ვარ ნებისმიერ წამს 24 საათის განმავლობაში, როდესაც მას ექნება სურვილი და დრო მივიდე მის რეზიდენციაში და შევხვდე. 9 მაისს დილით, როდესაც მივედით მე და პრეზიდენტი ოსტობი ჯარისკაცის საფლავზე იქ რამოდენიმე წუთი გქონდა გავისაუბრეთ, ისეხა ბრიუსელში, როდესაც დაბრუნდება უკვე ოფიციალური შეხვედრა გვექნება და იქიდან გავაგრძელებთ უკვე ამ ურთიერთობას. მე არავისთან არ მაქვს. ოფიციალურად არა. ხართ თავისთან. არა, ოფიციალურად არა, ვინაიდან დილის 4-ის ნახევარზე ჩამოვედით ჩვენ თბილისში, დავასრულეთ პარლამენტის ხდომა. ხუმრობდით, რომ პირდაპირ ვაკის პარკში მივდივართ ყველაო და 9 საათზე მე და პრეზიდენტი ვაკის პარკში შევხვდით ერთმანეთს. შესაბამისად, მეორე დღეს ის გაფრინდა. ამის უბრალოდ ტექნიკური შესაძლებლობა დროის თვალსაზრისით არ არსებობდა. მაგრამ შევთანხმდით იქვე, რომ როგორც კი დაბრუნდება ბრიუსელიდან ეს შეხვედრა იქნება. რაც შეეხება დანარჩენს, თავდაცვის მინისტრი არის ის შესაძლოა ერთადერთი მინისტრი, რომელიც აბსოლუტურად თანაბარ როგორც დროის თვალსაზრისით, ასევე თემატურადაც თანაბარ კომუნიკაციაში უნდა იყოს, როგორც პრემიერთან, ასევე პრეზიდენტთან, ის მთავარსარდალია, გარდა იმისა, რომ არის პრეზიდენტი და მე საერთოდ არავისთან პრობლემა არ მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაში. უფრო მეტი ჩემსდია გითხრათ, რაზეც ხშირად მაკრიტიკებენ, არც დღეს რომ პარლამენტში ოპოზიციაში არიან, არც იმ ადამიანებთან არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა. მე შესაძლებელია პრინციპული პრობლემები მქონდეს სხვადასხვა ადამიანებთან, მათ პოლიტიკურ პოზიციებთან, მათ გადაწყვეტილებებთან, რომლებსაც ისინი სხვადასხვა დროს იღებდნენ, მაგრამ ან პიროვნული შეუთავსებლობა მქონდეს ვინმესთან, მაგრამ ამას არასოდეს ამ 22 წლის მანძილზე, რაც ჩემმა ცხოვრებამ ყოველი ჩვენგანის ტელეეკრანზე გაირბინა, ამას ჩემთვის არასოდეს ხელი არ შეუშლია ვინმესთან კომუნიკაციაში, თუ კი ეს სჭირდებოდა საქმეს. ამიტომ მე ესე არ ვცხოვრობ, ესე არ ვითვლი, ესე არ ვუყურებ, მომწონს ხარ შენთან მეგობრობა მინდა, მეგობრებს ვიღებ სახლში ჭიქა ყავაზე და დანარჩენი ეს არის ქვეყნისთვის სამსახური. რაც შეეხება დისკურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია თავდაცვის მინისტრთან, ეს არის რაღაცა ახალი ტიპის დისკურსი, ნატო მაინც არ გვიღებს და ეს შორეული პერსპექტივა შეიძლება არ იყოს, ამიტომ ახლოს არის ევრაზიის კავშირი და სხვა შორის ბოლო გამოკითხვებში ეს კითხვა გაჩნდა ევრაზიის კავშირი თუ ნატო დაახლოებით, ახლა ზუსტი ფორმულირება შეიძლება მე ვერ ვთქვა ახლა აქ. რამდენად საერთოდ ადეკვატურად მიგაჩნიათ ეს დისკურსი და აი კომუნიკაციას პრობლემა არ მაქვსო თქვენ თქვით არავისთანო. მიგაჩნიათ თუ არა რომ საჭირო საუბარი ამ თემაზე და იმ პოლიტიკურ ძალებთანაც რომლებიც ამ თემის ფორსირებას ახდენენ. ხო, ну ახლა ადეკვატურია თუ არა დისკურსი, თუ ის არსებობს, ადეკვატურია შესაბამისად, ხო? როდესაც არსებობენ ადამიანები შენს ქვეყანაში, რომლებიც X თემაზე საუბრობენ, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს თემა, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება ISIS-ი მოსწონს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმ წუთიდან, იმ წამიდან ვალდებული ხდება ეს თემები მის თავის დღის წესრიგში კონდეს. ამაზე ისაუბროს, კიდევ უფრო მეტი მოინდომოს, კიდევ უფრო მეტი მცდელობა განახორციელოს იმისათვის, რომ დაარწმუნოს შინ და გარეთ ყველა, ვთქვათ, არჩევანში, რომელსაც ის აკეთებს. არ ვიცი, შეგვიძლია ამ თვალსაზრისითაც ვთქვათ, რომ ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად მათ შორის ამ ყველაფერზე პასუხიც იყო. თუ ვინმე სკეპტიკოსია, თუ ვინმეს კითხვები ქონდა, თუ ვინმეს არ ვიცი, ალტერნატიული აზრები უჩნდებოდა, ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მყარი პასუხი იყო, ვთქვათ, ასეთი სკეპტიკოსებისთვისაც. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება სისტემურია და მიზანმიმართულია და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს იმ პოლიტიკას, იმ დავალებას, თუ შეგნებავთ, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ ქართულმა მომრჩეველმა მოგცა, როდესაც არჩევნებზე მოვდიოდით.
რაც შეეხება უნდა ვესაუბროთ თუ არა ამ პოლიტიკურ ძალებს, მე ვიტყოდი უფრო მეტად მოსახლეობას, ვიდრე პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ ყოველ ჯერზე როდესაც ამის საშუალება მიეცემა ისაუბროს იმაზე, როგორ უუნაროა ნატო, ან როგორი უუნაროა ევროკავშირი და აგერ არის მეორე ალტერნატივა, რომელიც მზად არის ხელგაშლილი დგას და გელოდება, რომ გულში ჩაგიკრას. ასე ყავს გულში ჩაკრული ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ტერიტორიის 20% ამ ალტერნატიულ ძალას და არ ვიცი, მე საერთოდ ძალიან მე პირადად პოლიტიკურ თვითმკვლელობად მეჩვენება საქართველოში დღეს რუსული პოლიტიკური პლატფორმით ცხოვრება, თუმცა რა თქმა უნდა ეს ამ პოლიტიკური ძალების არჩევანია, მათ სრული თავისუფლება აქვთ დღევანდელი საქართველოს 2 წელიწადნახევრის წინანდელი საქართველოსგან იმით განსხვავდება სწორედ, რომ თავში არავინ არ ჩაარტყავს, არავინ არ დევნის, კარებს არ უჭედავენ, არც ერთ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ განსხვავებული გეოსტრატეგიული ან გეოპოლიტიკური ხედვები აქვს, თქვათ, იმ ძირითად მიმართულებასთან, რაც მართველი გუნდის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის არჩევანია. ეს ნორმალურია, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ 20 კაციან მიტინგს ჩაატარებენ, ამით საკუთარ მარგინალიზაციას ხაზს უსვამენ, ამით ძალიან კარგად აჩვენებენ ამ ხაზის სისუსტეს. ნატოს კარი ჩვენთვის მოხურულია, ეს არის ტყუილი. ეს არის პროპაგანდა, ეს არის Russia Today, ეგრეთ წოდებული პროპაგანდა, რომელიც რა თქმა უნდა, იმსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გააღვივოს, გააფართოვოს სკეპტიციზმი და შემდეგ ეს სკეპტიციზმი გადათარგმნოს, არ ვიცი, საბჭოთა ნოსტალგიაში 25 წლის მერე, მე ძალიან არარეალისტურად მეჩვენება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, რადგან არარეალისტურად გვეჩვენება და ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ხო მოცემულობა, მაინც არ შეიცვლება და მოდი სხვაგვარად ვიმოქმედოთ. არა, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ გუშინდელი დღე, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო დასტურია, ეს 2 კვირა უფრო სწორედ საუკეთესო დასტურია ამ პროპაგანდის სიყალბის და ტყუილის, როდესაც საქართველოში 350 ამერიკელი ჯარისკაცი ამერიკული ტექნიკით ტრენინგებს ატარებს ჩვენი ჯარისთვის, ჩვენ ჯართან ერთად. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს არა მხოლოდ თეორიული და აკადემიებში ნასწავლი წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, როგორ ოპერირებს, როგორ მოქმედებს ეს სისტემა, არამედ თავად საკუთარი თვალით, საკუთარი ხელით შეეხონ, მასთან ერთად ივარჯიშონ და კიდევ უფრო მეტად გამყარდეს მათი პოზიციები და ყოველი დღე, რომელსაც გაატარებთ თავდაცვის სამინისტროში, მაგალითად ანალოგიურია საგარეო საქმეთა სამინისტროში და ნებისმიერ უწყებაში. დარწმუნდებით, რომ ეს არის არ ვიცი, გაუგონარი წარმოუდგენელი უპრეცედენტო თანამშრომლობის, მეგობრობის, ნამდვილად მხარში დგომის ისტორია, რომელიც იწერება ჩვენს თვალწინ საქართველოსა და მის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. მოდით ჯარს დაუბრუნდეთ, თქვენ გაქვთ თქვენი პერსპექტივა, თქვენ ხედვა გაქვთ, რა გინდათ შეცვალოთ, როგორი მინისტრი უნდა იყოთ, მაგრამ საინტერესოა ჯარი როგორ აღიქვამთ თქვენ, აი ქალი მინისტრი აბნევს ჯარს თუ აძლიერებს? ხო, ეხლა არ ვიცი, ეს ჩემგან ძალიან რთული სათქმელია, რა თქმა უნდა, ერთი მეორე ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, პირველი რეაქცია ან პირველი ემოცია შესაძლებელია განსხვავებული იყოს. ჯერჯერობით მე კეთილგანწყობის გარდა არაფერი არ დამინახავს და არ მიგრძნია. და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მე არ ამგონია, რომ ქართულ ჯარისკაცებს რაიმე განსაკუთრებული ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ, მინისტრი ქალი იქნება თუ კაცი ამასთან მიმართებაში, რამე განსაკუთრებულ განსხვავებას ხედავდნენ. ჩემი აზრით, მათთვის ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია, ვინც არ უნდა იჯდეს იქ იმ სავარძელში, იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველდღიურად უფრო ერთის მხრივ გაძლიერდეს ჩვენი ჯარი და მეორეს მხრივ გაუმჯობესდეს მათი ყოველდღიურობა. უფრო ღირსეულ გარემოში იმსახურონ, უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ, რომ იდგნენ საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. ეს არის ჩემი აზრით მთავარი ამოცანა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური წარსული, გნებავთ ჩემი საზოგადოებრივი წარსული, საჯარო ცხოვრება, რომელთაც ცხოვრობდი, არ უნდა იყოს მაინც და მაინც პესიმიზმის საფუძველი მათთვის, რომ არ ვიცი, რაღაც ახლა უცბად კომფორტის გრძნობა და მეუფლება რაღაც ბედნიერების წვერვალებს დავიპყრობ, დავждები და ჩავვარდები ხიბლში იმითი, რომ მინისტრი ვარ და დამავიწყდება ის ყოველდღიურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მე ვფიქრობ, რომ ჩემს ტემპზე, აქტიურობის ხარისხზე, მათთან კომუნიკაციაზე, პრაქტიკულად ყოველდღიურ კომუნიკაციაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. მთავარი არის პროფესიონალიზმი, იყო გულშემატკივარი სფეროსი, სადაც ხარ და გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები და მე არ თარ მნიშვნელობა არ აქვს არაფერ დანარჩენს.
ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი ერთი ფრაგმენტი, როდესაც შთამბეჭდავი არ დასამახსოვრებელი უფრო ალბათ. როდესაც თქვენ შეაჩერეთ ინტერვიუ, აი პრემიერი მირეკავსო თქვით უცებ კამერებთან. რაც მინისტრი გახდით პრემიერი უფრო ხშირად გირეკავთ თუ პარლამენტის თავმჯდომარე? მე ხაც პრემიერისგან მოვდივარ ამ წუთას თქვენთან გადაცემაში, შეხვედრა გქონდა ერთობლივი ჩვენს პარტნიორებთან. ხო, არ ვიცი, და ზარების რაოდენობით თუ დავთვლით, პრემიერთან უფრო მეტი ზარი მაქვს, თუ ზარების რაოდენობით დავთვლით. რას ამბობს მეუღლე? რა ფორმით მოგიუღოთ? ასეთ დროს დათოს, ну, არ ვიცი, ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა, როდესაც ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც ცოლმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ინერვიულოს იმაზე, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოს მისი მეუღლე, ან ქმარმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ რაღაც კომფორტული გარემო შეუქმნა საკუთარ ცოლს. მე ჩემები სულ იმას ეხსენებიან ხოლმე. ბევრი ეპიზოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში ესეთი, როდესაც რაღაც საკითხი რო დგებოდა ფრონტის წინ ახაზზე ვინმეს გაშვების, პირობითად რო ვთქვათ, ფრონტის წინ ახაზზე. მძიმე დღეები გამოვიარეთ ჩვენ ერთად, მათ შორის ქუჩაში ვცხოვრობდით ბევრი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ოპოზიციაში ყოფნის დროს. ყველა რაღაც უხერხულად იყო ხოლმე, დათო იყო პირველი, ვინც ამბობდა, რომ რა თქმა უნდა თინა წავა. და ნუ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთვის. ამიტომ მოკლედ გაგიშვათ ფრონტზე. მისთვის ეს ის რა თქმა უნდა მე ვარ დარწმუნებული, რომ სიამაყით დაელოდება იმ მომენტს, როდესაც სხვებიც აღიარებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თავდაცვის მინისტრი თუ კაცი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.